სტუდენტები რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებენ, თუმცა შეცვლილი ტაქტიკით. ახალგაზრდები აპირებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დარჩენას, ვიდრე საჭირო იქნება. პირველი ღამე შენობაში უკვე გაათენეს, წუხელ შეიტანეს პირველადი მოხმარების ნივთებიც. ამ ახალი გეგმების განხორციელებაში რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობს, ისინი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ პროტესტის ამ ფორმას. რექტორს კი მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ. ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პროტესტის ამ ახალ ფორმაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ისევ იქცა სტუდენტური პროტესტისა და წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ საკვანძო ლოკაციად. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების შემდეგ, სწორედ ამ უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტების სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თესეუს პირველ კორპუსში გაათავენ ღამეებს. ახალგაზრდების მოთხოვნები ამ დრომდე რასაკვირველია არის უცვლელი, თავისუფლება და სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს, ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჩატარდეს ახალი არჩევნები ქვეყანაში. სწორედ ეს არის სტუდენტების მთავარი მოთხოვნა, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მოითხოვენ უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომასაც. მოთხოვნები რა თქმა უნდა უცვლელი რჩება, ახალი და სამართლიანი არჩევნები და რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. რაც შეეხება უშუალოდ შიგნით მიმდინარე პროცესს, გუშინ ჩვენ დაახლოებით 6 საათისთვის უკვე დავიწყეთ მასშტაბური პროცესისთვის და მასშტაბური მიმართვისთვის მზადება. გარკვეული წინააღმდეგობა იყო რა თქმა უნდა დაცვის მხრიდან, ლეიბების შემოტანაზე, მოითხოვდნენ რომ ამ ლეიბების შემოტანის თაობაზე დავლაპარაკებოდით ადმინისტრაციას, მასთან მოგვეგვარებინა ეს სიტუაცია, მაგრამ ვინაიდან ვიცოდით რომ ადმინისტრაციაც იგივეს გაგვიმეორებდა და დაგვიკითხავდნენ შინაგანაწეს კოდექსს და ასე შემდეგ და მაინც ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდოდნენ და არ მოგცემდნენ ამ ყველაფრის გაკეთების უფლებას. ჩვენ ყველანაირად ასე ვთქვათ გაუწიეთ სრული წინააღმდეგობა, ხანძრიდან მოხდა ამ ყველაფრის შემოტანა, მოხდა შემდგომ უკვე მოგვიანებით საკვების შემოტანაც და ახლა ჯერჯერობით არის სიმშვიდე, არანაირი დისკომფორტს არ გავნიჭდით ჯერჯერობით, არ ძეწოლა არაფერი, უბრალოდ საგრძნობლად ასე ვთქვათ შესამჩნევია, რომ დაცვის რაოდენობა 1-2 არის მომატებული. ჩვენ შემოგთავაზებთ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმის ასე ვთქვათ აქტივობებს, ეს იქნება თუნდაც ბანერის გადმოკიდება, განცხადებების გაკეთება, თვითონ უნივერსიტეტში ფილმის ჩვენება და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, გაჩერებას არ ვაპირებთ, მაქსიმალურად აქტიურები ვიქნებით. ხოლო ამგვარ პროტესტის სახეს რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგან სტუდენტები ვართ, ჩვენი ხმა ყველაზე ხმამაღლა ჟღერს ასე ვთქვათ უნივერსიტეტიდან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს აქცია ასე ვთქვათ, პროტესტის ეს ფორმა არის ყველაზე მიღებული სტუდენტებისთვის და სხვა სტუდენტებსაც მოვუწევთ, რომ იგივე გააკეთონ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და დაცვის თანამშრომლების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობისა და შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად სტუდენტები მაინც აგრძელებენ ღამის თევას, დღესაც გააგრძელებენ უნივერსიტეტში პროტესტის ამ ფორმას. 29 სტუდენტმა გაათია გუშინ თესეუს პირველ კორპუსში ღამე, როგორც მოისმინეთ, ახალგაზრდები სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოუწოდებენ მათ შორის სხვა სტუდენტებს სხვადასხვა ფაკულტეტიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიმართონ პროტესტის ამ ფორმას, ასევე გეტყვით იმასაც, რომ მინიმუმ ეს 29 სტუდენტი მინიმუმ ამ შემადგენლობით ხვალ 15 იანვარს შუადღის 3 საათიდან 3 საათით გამაფრთხილებელ საყოველთაო გაფიცვასაც შეუერთდება.